თუ თქვენ გგონიათ, რომ არმან სარუკიანის ფანი ხართ, ერთი წამით გაჩერდით. მე მაქვს სიმართლე, რომელიც შეიძლება ძალიან გეტკინოთ, მაგრამ თუ ამ ვიდეოს ახლა გამორთავთ, თქვენ დაუშვებთ წლის ყველაზე დიდ შეცდომას და ვერასდროს გაიგებთ, როგორ მანიპულირებს თქვენით საკუთარი ქვეცნობიერი. საქმე იმაშია, რომ თქვენ სინამდვილეში არმანის ფანები კი არ ხართ, თქვენ ხართ ადამიანები, რომლებსაც უბრალოდ ილია თოფურიას წარმატება მოსვენებას არ გაძლევთ. და სანამ კომენტარებში დედის გინებას დამიწყებთ, დამიჯერეთ, ის, რასაც ვიდეოს შუაში გაჩვენებთ, საერთოდ ამოგიყირავებთ წარმოდგენას იმაზე, თუ რა ხდება დღეს UFC-ში. გაგიმარჯოთ ხალხო, როგორ ხართ? დღეს ცოტა ცხელი თემა გვაქვს. მე და ჩემი ძმაკაცები პოდკასტზე ვიჯექით, საუბრობდით და ერთი ძალიან ჭკვიანური აზრი გაჟღერდა, რამაც დამაფიქრა. აი დააკვირდით, როგორ მოხდა, რომ არმანი, კაცი, რომელიც სულ რაღაც 2-3 წლის წინ საშუალო სტატისტიკური მაყურებლისთვის საერთოდ უჩინარი იყო, დღეს უცებ გახდა ნახევარი საქართველოს და არა მხოლოდ საყვარელი მებრძოლი. მოდით გულზე ხელის დავიდოთ. არმანი არ არის კონორ მაკგრეგორი, არც მაქს ჰოლოვეიმით ქარიზმატულია და არც ჩარლს ოლივეირასავით ხალხის კაცი. ის ტიპიური მშრომელი სპორტსმენია. აბა საიდან ეს ამხელა აჟიოტაჟი? ზოგი იტყვის, ბიჭო, ტიპი ნახე რა მაგრად ცხოვრობსო. ჰო, სოციალურ ქსელებში სულ აჩვენებს თავის ძვირიან მანქანებს, 500 ევროიან ხიზილალას რომ მიირთმევს და ლამაზ გოგოებში ნებივრავს. კაი, გასაგებია, საქართველოში გვიყვარს კაი ცხოვრება, მაგრამ მარტო კაი მანქანის გამო ვინმეს ფანი გახდე, ცოტა სასაცილოა, არა? სანამ ამ თემას ბოლომდე გავშიფრავთ, ერთი წამით ყური დამიგდეთ. თუ თქვენც ჩემსავით სისხლში გაქვთ აზარტი და ჩხუბების ყურებისას ადრენალინი გაკლიათ, მაქვს ერთი მაგარი ამბავი. პლატფორმა პინობზე ახალი მომხმარებლებისთვის 125%-იანი ბონუსი მოქმედებს. ეს იმისთვის კი არაა, რომ სახლკარი ძააგოთ. არა ძმაო, ეს იმისთვისაა, რომ როცა ჩვენები ჩხუბობენ, ემოცია 1-2-რად გაიზარდოს. მოკლედ, ლინკი ქვემოთაა, ნახეთ და ჭკვიანურად მიუდგეთ საქმეს. დავუბრუნდეთ ჩვენს ფანობას. ჩემი თეორია ასეთია. ბევრი ადამიანი არმანის ფანი იმიტომ კი არ გახდა, რომ მისი სტილი მოსწონს, არამედ იმიტომ, რომ მათ ჭირდებათ ვიღაც, ვინც ილია თოფურიას დაამარცხებს. აღიარეთ, ილია ისეთი ფიგურაა, რომლის მიმართ ნეიტრალური ვერ იქნები. ან გიჟდები მასზე და მის თავდაჯერებულობაზე, ან ისე გეშლება ნერვები, რომ ტელევიზორს თეფის ესვრი. როცა ხალხს ვკითხულობ, რატომ არ გიყვარს ილია? პასუხი ერთია, ბევრს ლაპარაკობსო. კარგით რა ხალხო, UFC-ს მებრძოლების 80% ბევრს ლაპარაკობს, რომ ბილეთები გაყიდონ. ეს ბიზნესია. მერე იძახიან, ამაყია, ამპარტავანიაო. ხოდა ზუსტად აქაა ძაღლის თავი დამარხული. ილიამ სათითაოდ დააყარა მიწა ყველას ფავორიტებს. და რადგან ილიას წინააღმდეგ პირდაპირ გამოსვლა ტეხავს, ხალხმა იპოვა ალტერნატივა. არმანი სარუკიანი. რატომ არმანი? რატომ არა ოლივეირა ან ჰოლოვეი? იმიტომ რომ არმანში ხედავენ რეალურ შანსს. ის ახალგაზრდაა, აქვს გიჟური ჭიდაობა, კარგი დარტყმა და რაც მთავარია, ბენზინი არ უმთავრდება 5 რაუნდი. ის არის ილიას ყველაზე დიდი თავისტკივილი. და აი აქ შემოდის ეგრეთ წოდებული წყალწაღებული სინდრომი. ჩვენ ქვეცნობიერად ყოველთვის იმის მხარეს ვართ, ვისაც ჩაგრავენ. UFC-მ არმაის რამდენჯერმე უსამართლოდ აუარა გვერდი. ტიტულზე არ უშვებდნენ, აჩერებდნენ და ჩვენში გაიღვიძა ამ თანაგრძნობამ. მაგრამ მოდით სიმართლეს თვალი გაუსწოროთ. არმანი დღეს არის იმედის სხივი ილიას ჰეიტერებისთვის. თუ თქვენ გგონიათ, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ სპორტია, ძალიან ცდებით. ეს არის ფსიქოლოგიური ომი, სადაც არმანი უნებლად გახდა ინსტრუმენტი იმათ ხელში, ვისაც თოფურიას ქემრის დაკარგვა უფრო გაუხარდება, ვიდრე სარუკიანის მოგება. თუმცა არის ერთი დეტალი, რომელსაც არავინ აქცევს ყურადღებას და ზუსტად ამაზე ვისაუბრებთ შემდეგ ნაწილში. არის თუ არა ეს პოპულარობა ხელოვნური? და საერთოდ, შედგება კი ოდესმეს ეს ბრძოლა, თუ UFC სპეციალურად გვიმალავს ამ სანახაობას? მოდით ახლა ყველაზე საინტერესოზე გადავიდეთ. რატომ გვაქვს შეგრძნება, რომ UFC-ს ხელმძღვანელობა არმან სარუკიანს ფეხებში უდგება? ეს ხომ მხოლოდ ჩემი ფანტაზია არაა, ამას ყველა ხედავს. და აი აქ იწყება ნამდვილი დრამა, რომელიც ამ ვიდეოს თავიდანვე დაგპირდით. იცით რა არის ყველაზე დიდი ირონია? არმანის პოპულარობა იზრდება არა იმიტომ, რომ ის ვინმეს აბულინგებს ან ენას ატლეკინებს, არამედ იმიტომ, რომ მას სისტემის უსხვერპლის იმიჯი შეექმნა. ჩვენ კი, ქართველებს, ხომ იცით, სამართლიანობა თუ დაირღვა, ეგრევე მებრძოლის მხარეს უდგებით.
როცა ხედავ რომ კაცი რეიტინგში პირველია, ყველას თავზე გადაახდა, მაგრამ კამარზე მაინც არ უშვებენ, გინდა არ გინდა, სიმპათია გიჩნდება. მაგრამ მოდით ობიექტურები ვიყოთ, რაც ხანდახან ძალიან გვიჭირს ხოლმე. არმანიც არაა ანგელოზი ძმებო. ხან ვიღაცას თავი ჩაარტყა პუბლიკაში, ხან ზურგის ტრავმა მოიმიზეზა ისლამთან ჩხუბის წინ. მოკლედ, თვითონაც უწყობს ხელს, რომ ეს გზა ტიტულამდე უფრო გრძელი და ეკლიანი იყოს. ზოგჯერ მგონია, რომ არმანი სპეციალურად ირთულებს ცხოვრებას, რომ მერე მისი გამარჯვება უფრო ეპიკური გამოჩნდეს. აი დაფიქრებულ ხართ, რატომ აკეთებს UFC ახლა დროებითი ჩხუბის ორგანიზებას ჯასტინ გეიჯისა და პედი პიმბლეტის შორის. პედი პიმბლეტი ხალხო. ტიბი ტოპ 10-ულშიც ძლივს შეათრიეს საჩუქრად და ახლა ტიტულთან ახლოს აყენებენ. გეიჯი კიდევ 37 წლისაა. კაცი უკვე პენსიაზე ფიქრობს. ჩაის დალევა უნდა მშვიდად და ამ დროს ბრახ სარუკიანი ისევ გვერდზეა გაწეული. ეს ყველაფერი ერთ რამეზე მიანიშნებს. UFC-მ იცის, რომ ილია ტოფურიასთვის ყველაზე საშიში მეტოქე სწორედ არმანია და მათ არ უნდათ, რომ თავიანთი ოქროს ბიჭუნა ილია ასე მალე ჩააგდონ ნამდვილ ჯოჯოხეთში. ვისაც ყოფს რეიტინგების ვარდნა? არავის. ურჩევნიათ ილია ჯერ პედისნაირ პოპკორნ მებრძოლებს აჩხუბონ, ფული აკეთონ და არმანი მანამდე სადმე სხვაგან აყიალონ. კიდევ ერთი მომენტი, რაც არ მასვენებს. რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ნარატივი? ჩემი აზრით, დიდხანს. იმიტომ რომ ილიას ახლა პირად ცხოვრებაშიც აქვს რაღაც პერიოდები. ზუსტად არავინ იცის, როდის დაბრუნდება ოქტაგონზე. იყო რაღაც ტვიტები, მარტის ბოლოსო, წლის შუაშიო, მაგრამ სანამ ხელმოწერილ კონტრაქტს არ ვნახავთ, ყველაფერი ჰაერში ნათქვამი სიტყვებია. თქვენ როგორ ფიქრობთ, მართლა გვატყუებს დანა ვაიტი? თუ უბრალოდ არმანს ჯერ კიდევ აკლია ის X ფაქტორი, რაც ჩემპიონს სჭირდება. ხანდახან მგონია, რომ არმანის ფანების დიდი ნაწილი სინამდვილეში იმას კი არა ელოდებიან, როდის მოიგებს სარუკიანი, არამედ იმას, როდის წააგებს ტოფურია. ეს ხომ სხვადასხვა რამეა, ხდებით? ეს იდივეა რომეზობლის მანქანა გაფუჭდეს და შენ იმიტომ გიხაროდეს, რომ შენი ოპელი უფრო სწრაფი გამოჩნდეს. იცით რა არის მთავარი პრობლემა? ჩვენ დავკარგეთ უნარი, უბრალოდ ვისიამოვნოთ კარგი სპორტით. სულ ვიღაცას უპირისპირდებით. თუ ილიას ფანი ხარ, არმანი გძულდეს. თუ არმანის მხარე ხარ, ილია ბლატნოია. ბიჭო, ორივე ჩვენიანია. კარგით, არმანი ცოტა სხვა მხრიდანა, მაგრამ მაინც რეგიონალური თემაა. ორივე უმაღლესი დონეა, მაგრამ არა, მაინც ეს შუღლი გვირჩევნია. ვიდეოს ბოლოსკენ კი ისეთ რამეს გეტყვით, რაც საერთოდ დაგაშოკებთ. არსებობს ერთი ვერსია, რომელსაც კულუარებში განიხილავენ. შესაძლოა ილია საერთოდ არ ჩაეხუტოს 70 კილოგრამის ან 155 ფუნტის დივიზიონს და პირდაპირ 78-ში ავიდეს ისლამ მახაჩევთან საჩხუბად. აი მაშინ ნახეთ თქვენ არმანის სახე. ახლა კი მივედით იმ მომენტამდე, რასაც ვიდეოს დასაწყისში დაგპირდით. რას იზავთ, თუ გეტყვით, რომ არმან სარუკიანისა და ილია ტოფურიას ჩხუბი, რომელსაც ასე ელოდებით, შესაძლოა საერთოდ არასოდეს შედგეს. დიახ, არ მოგესმათ. და თუ გონიათ, რომ ეს მხოლოდ ჩემი ფანტაზიაა, მოდით ფაქტებს შევხედოთ. როგორც ადლე ვთქვით, UFC-მ ახალი კონტრაქტი გააფორმა Paramount Plus-თან. იცით ეს რას ნიშნავს? მათ სჭირდებათ გიჟური რეიტინგები, სჭირდებათ სუპერბრძოლები. და აი აქ ჩნდება გეგმა B. ილია ტოფურია, თავისი ამბიციებით, შესაძლოა საერთოდ არ გაჩერდეს 70 კილოგრამში. წარმოიდგინეთ სცენარი. ილია ბრუნდება პირადი პრობლემების შემდეგ და იმის ნაცვლად, რომ არმანის ჭიდაობას ეჭიდაოს, პირდაპირ 77 კილოგრამში ადის ისლამ მახაჩევთან საჩხუბრად. 2026 წლის ყველაზე დიდი მედიური ბომბი. და სად რჩება ამ დროს არმანი? სწორედ იქ, სადაცახლაა, გადაგდებული ოქროს მაძიებელი. UFC-მ შეიძლება ისევ გვერდი აუაროს მას, ისევე როგორც ბოლო თვეებში აკეთებდა. არმანი კი ისევ გააგრძელებს თავისი ძვირადღირებული ცხოვრების ჩვენებას Instagram-ზე, რაც მოდით სიმართლე ვთქვათ, ზოგჯერ ძალიან გამაღიზიანებელია. ხალხო, დაფიქრდით, რა ფენომენია. ჩვენ ცხოვრობთ ეპოქაში, სადაც სპორტული მიღწევა მეორეხარისხოვანი გახდა. თავარია, რამდენად კარგად ყიდი საკუთარ თავს. ილია ამას გენიალურად აკეთებს. ის ნამდვილი მარკეტინგული მანქანაა. არმანი კი ცდილობს, მაგრამ რაღაცნაირად ხელოვნურად გამოსდის. აი ეს ხიზილალა და ლამბორჯინი ქართულ მენტალიტეტში ხანდახან იწვევს არა პატივისცემას, არამედ კითხვას: ძმაო, ჩხუბი როდის იქნება? ჩემი დასკვნა კი ასეთია. არმან სარუკიანის პოპულარობა დღეს არის ბუშტი, რომელიც ილიას ჰეიტერებმა დაბერეს. თუ ხვალ ილია წააგებს, რაც ნაკლებად მჯერა, ეს ფანები არმანასაც ისევე დაივიწყებენ, როგორც ხვები დაივიწყეს. იმიტომ რომ მათ სჭირდებათ არა ჩემპიონი არმანი, არამედ დამარცხებული ილია. და ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია ამ სპორტში. აბა რა სიტყვით?
ახლა მაინც თუ ხართ გულწრფელები საკუთარ თავთან. მართლა არმანის გულშემატკივრები ხართ მისი სტილის გამო თუ უბრალოდ გინდათ რომ ვინმემ ილიას ენა მოუჭრას? თუ გაქვთ სხვა არგუმენტი რატომაა არმანი ასეთი პოპულარული, აუცილებლად დამიწერეთ კომენტარებში. ყველას წავიკითხავ, ზოგს უპასუხებ კიდეც თუ საინტერესო აზრი იქნება. არ დაგავიწყდეთ Instagram-ზე გამოწერა, ლინკი აღწერაშია. დააჭირეთ იმ ზარის ღილაკს, რომ YouTube-მა გაგაგებინოთ, როცა ახალ ვიდეოს დავდებ. იმედია გაერთით და ცოტა სხვა კუთხით შეხედეთ ამ ამბავს. კოცნით ყველას, გეხვევით და დროებით.